რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით ოპონენტებისგან ისევ მძიმე ბრალდებები ისმის. ამჯერად ფოკუსში ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტია. თინა ხიდაშელის შემდეგ, რომელიც საქართველოდან ირანში ტერორისტების რეკრუტირებაზე საუბრობდა და ხელისუფლებას კონფლიქტში კონკრეტულ მხარეს დგომას ურჩევდა, კიდევ უფრო მძიმე შინაარსისაა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკია. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი ამერიკას თბილისი-თეირანის მოკავშირეობაზე მიუთითებს, მეორე ნაწილი ირანის მიერ საქართველოს დაბომბვას არ გამორიცხავს და კონკრეტულ სამიზნეებსაც ასახელებს. ანტისახელმწიფოებრივი და საფრთხის შემცველი ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტთა განცხადებებს და ოპოზიციის რიტორიკას. საქართველოს კიდევ ერთ ომში ჩართვის მცდელობად განიხილავს. თამარ წიგლაურიგი ამბობთ. ეს არის დაპირისპირებული მხარეების მოწვევა, წითელი დროშების აფრიალება, წითელი ნაჭრის აფრიალება, რომ ეს ქვეყანაც უნდა გახდეს მათი სამხედრო დარტყმების სამიზნე. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს დივერსიასთან ერთად ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადებებიც. მმართველი გუნდი ასე ერთის მხრივ იმ განცხადებებს და მეორეს მხრივ თავად განცხადებების ავტორების ქმედებებს აფასებს, ვინც ქვეყნის შიგნით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე საუბრისას აქცენტს საქართველოზე აკეთებს. მაგალითად აქცენტებს იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება მიიქციოს ამ შემთხვევაში ირანის ყურადღება საქართველომ. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორი კი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეა, რომელმაც პალიტრა ნიუსთან ინტერვიუს დროს არ გამორიცხა ირანის მხრიდან პირდაპირი დარტყმის შესაძლებლობაც კი საქართველოზე. ეს მოსაზრება კი კაპანაძემ იმ კონკრეტული წერტილების დასახელებით გაამყარა, რომელიც მისივე თქმით შესაძლოა იქცეს ირანის სამიზნეებს შორის. შესაძლებლად საქართველოში იმყოფება ამერიკის საელჩო, ეს არის სამიზნე, თუ კი მილსადენი არის მიზაში ამოღებული ირანის ხელისუფლების ადგილზე, რა თქმა უნდა შევეცდებოდი ყველაზე დაუცველ მონაკვეთზე დამეტყვა. ყველაზე დაუცველი მონაკვეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან შედარებით, რა თქმა უნდა საქართველო არის. გენერალ-მაიორის მიერ კონკრეტული წერტილების დასახელების გარდა, საინფორმაციო დივერსიისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ნაწილად მიიჩნევს მმართველი გუნდი იმ განცხადებებსაც, სადაც ამჯერად ავტორები აქცენტს საქართველოში ირანულ გავლენებზე აკეთებენ. ამ კამპანიის ნაწილად მიიჩნევა ხელისუფლებისთვის მაგალითად ეს სტატია, რომელიც გამოცემა ჰილსში გამოქვეყნდა და სადაც ავტორი, დემოკრატიის დაცვის ფონდის რუსეთის პროგრამების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ქეთი ქორქია ირწმუნება, რომ საქართველო ამჯერად ირანისთვის იქცევა სანქციების თავის არიდების ცენტრად. თავის მხრივ, სტატიის გაზიარებით პოზიციას იზიარებს გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორიც, თუმცა არც სტატიის ავტორს და არც მის გამზიარებელს არაფერი აქვთ ნათქვამი იმის შესახებ, რომ მათივე შეფასებით ირანის დასახმარებლად გამოყენებული ბანკი უკვე 10 წელია გაუქმებულია. ქართული ოცნებისთვის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ კონკრეტული ძალების ინტერესის ნაწილია ჰადსონის უნივერსიტეტის ეს სტატიაც, გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ავტორობითაც, რომელიც ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოქვეყნდა. ირანი ცდილობს საქართველოს სანქციებისაგან თავის არიდების ცენტრად აქციოს. ეს ძალისხმევა მოიცავს საქართველოში ირანთან აფილირებული კომპანიების რეგისტრაციის ზრდას და 2022 წლის შემდეგ ირანული იმპორტის მკვეთრ ზრდას. ირანული გავლენები, ბიზნეს ანგარიშების გახსნა, ოვიზო მიმოსვლა სწორედ იმ პერიოდში არსებობდა და ძალა მოიკრიბა, როდესაც კანდელაკი და სააკაშვილი იყვნენ ხელისუფლებაში. დღეს ეს თემა აბსოლუტურად არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას ჩვენი ქვეყნისათვის. რეალობაში შეესაბამება ის, რომ ეს არიან ადამიანები, ვინც სხვისი ინტერესებით მოქმედებენ, ფინანსდებიან და პოლიტიკური მხარდაჭერაც გააჩნიათ. საქართველოში მოქმედი არააკრედიტებული უნივერსიტეტი, როგორც ირანული გავლენების ერთ-ერთი პრობლემა. ეს უკვე თინა ხიდაშელის მხრიდან წაყენებული ბრალდებაა. მის მსგავსად ამ უნივერსიტეტზე აქცენტებს აკეთებს გუბას სანიკიძეც, როგორც საქართველოში ჯიჰადის იდეების გავრცელების ადგილად. უფრო მეტიც, მაგალითად თინა ხიდაშელის რწმუნებით, უნივერსიტეტი არა მხოლოდ იდეებისთვის, არამედ მებრძოლი ტერორისტების გაზრდის ადგილიცაა. მარნეულთან ახლოს დამავიწყდა დასახლების სახელი. სწორედ მისი რექტორი არის ის კაცი, რომელიც ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადდა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი უნივერსიტეტი არ არის. ეს ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლაა, რომელშიც ამზადებენ. რამდენად აკონტროლებთ ირანულ ფულს? რამდენად აკონტროლებთ ირანელ სასულიერო პირებს? არ აკონტროლებთ. საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო.
გატეხილი ქვევრი, ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა გამოდის, რა უნდა საქართველოში ირანის მოქალაქეს ასულიერო პირებს. და მით უმეტეს უნივერსიტეტს, რომელიც არ არის ლიცენზირებული. აი რა უნდა, ლიცენზირებული კი არ არის, დასანქცირებულია. და ჯიხადის იდეებს ასავლიან ჩვენ მოქალაქეებს. ხელისუფლების მიმართ დასმული ამ კითხვებისა თუ გამოთქმული პრეტენზიების ფონზე მმართველ გუნდში მხოლოდ გიორგი კანდელაკის ან მიხეილ სააკაშვილის წარსული არ ახსენდებათ. ახსენდებათ გუბაზე სანიკიძის წარსული პოლიტიკური საქმიანობაც. მაგალითად 10 წლის წინანდელი საპარლამენტო მანდატით ვიზიტი, სადაც თუ თავად გუბას სანიკიძის მაშინდელ კომენტარს გავითვალისწინებთ, ირანულ გავლენებზე თეირანში შეხვედრებისას აშკარად არაფერი უთქვამს. ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვფიქრობ, რომ წარმატებით მიმდინარეობს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. დღეს ჩვენ შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს, ირანის მეჯლისის. სულისკვეთება არის მეგობრული. ხაზი იქნა გასმული ორმხრივი, რომ ირანსაც და საქართველოსაც აქვს ბევრ საკითხში საერთო შეხედულებები. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ირანი ეკონომიურად საქართველოსთვის. აი მარტო ჩამოსვლის ფაქტი არის, რომ $2.5 მილიონი მოგცე ირანმა პრაქტიკულად ისეთ პირდაპირ ფული. ამის გარდა ეს მეორე ხარისხოვანი დეტალია იმასთან შედარებით, რა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების წაღება შეიძლება აქედან, რომელიც თავის მნიშვნელობით არაფრით არ ჩამოვარდება, შეიძლება ბაქო ჯეიხასაც. წარსულს, ანუ 2004 წლის ივლისში, თეირანში ვიზიტსა და იქ ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე არაფერს ამბობს, წერს ან იხსენებს არც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო დღეებია მიმოიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ჭრილში. თუმცა, ვრცელი მიმოხილვების გარდა, სააკაშვილის Facebook გვერდზე ვხვდებით ასეთ მოკლე და ლაკონურ სურვილებსაც. დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ეს ხმატკბილი გამაგონე ჩემს მამულში. ამ მოკლე პოსტში მართალია სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა ხმის გაგონება სურს მამულში, მაგრამ მათ შორის ციხიდან ეს გზავნილი თუ გარეთ გამოთქმული არაერთი ბრალდება და მტკიცება არწმუნებს მმართველ გუნდს იმაში, თუ რეალურად რა სურვილები და მიზნები ამოძრავებთ კონკრეტულ ძალებს. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედანაც. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გააქტიურებული მსგავსი ტიპის მსჯელობები თუ განცხადებები საქართველოს კონფლიქტში ჩაბმის მორიგი მცდელობა. დასამსახურება ეს მიზანმიმართული განცხადებები ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას, რომ ქვეყნის გარშემო უნდა ჩამოყალიბდეს ის აზრი, რომ მაგალითად ეხლა რახან ომი დაიწყო, აქ უცბად აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ირანის ყველაზე დიდი და ერთგული მოკავშირე და საქართველოში პროირანული ძალები არიან დომინანტები. ამას საერთაშორისო დონეზე ავრცელებენ, აქ პედალირებენ ქვეყანაში მათ შორის ეთნო და რელიგიური მიმართულებით დაპირისპირების გაღვივებას. ანუ აქ მთელი ბუკეტის წამოწევა უნდა წინ, რომელიც საქართველოს შიგნით თუ გარედან გარკვეულ დიდ პრობლემებს შეუქმნის მათი აზრით. განსაკუთრებით მაშინ ხდება და გამოჩნდებიან ხოლმე უსამშობლოთა გაერთიანება, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ცეცხლის არი ტრიალებს ხოლმე, მათი მიზანი ზუსტადაც ჩვენი ქვეყნის ომის სამიზნედ გახდომაა, რათა ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მერე ამ არეულობაში ურიეწყალში მათი პატრონები შეესწრებიან, რომ კარგად დაიჯერონ თევზი, მათ შორის მოიყვანონ თავიანთი ყურმოშული მონები ხელისუფლებაში და შემდეგ წარმოვიდგინო თუ რა მოხდება ჩვენს ქვეყანაში. ბრალდებებისა თუ გამოთქმული მოსაზრებების ფონზე ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ეს კონკრეტული ძალების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში დაიწყო და რაც მიზნად საქართველოს ომსა და კონფლიქტში ჩართვას გულისხმობს. თუმცა, მმართველ გუნდში ერწმუნებიან, რომ ამ მიზნის მსურველი ძალების სურვილებს შეუსრულებელ მისიად ხელისუფლების პოლიტიკა ამჯერადაც დატოვებს.